დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 17 თებერვალია უყურებთ გურიეს 8 საათზე. რამდენიმე ადამიანის მოსმენას გეგმავს დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა ჯგუფმა სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს, ცესკოს, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მიიწვია. წინა ხელისუფლების პერიოდში მაღალი თანამდებობის პირთა ქმედებების, პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზე საუბრობს მმართველი გუნდი, ოპოზიცია კი კომისიის შექმნასა და მის მუშაობას კვლავ აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ჯგუფის მთავარი მიზანი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მთავარი ამოცანა ამ კომისიის არის აგვისტოს ომში რუსეთის ბრალის გაქრობა, საკუთარი სამშობლოთა დანაშაულება და ამ გზით შემდგომ უკვე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. სხვა არანაირი აზრი ამ კომისიას არ აქვს. აქ არ არის მხოლოდ პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა, ამ საგამოძიებო კომისიის ყველა დიდი პრობლემა არის აგვისტოს ომის გამოძიება. 2004-დან 2012 წლამდე ჩადენილი იქნა არაერთი მძიმე დანაშაული. მძიმე დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ, ოჯახების წინააღმდეგ. კონკრეტული ფაქტები ვიცით, როდესაც დაიჩაგრენ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები. ასე რომ მიზეზშედეგობრივი ანალიზი იმის საფუძველს აუცილებლობას ქმნის, რომ ამას ყველაფერს სათანადო შეფასება მიეცეს. პოლიტიკური შეფასება, სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ შემთხვევაში თუ კი ასეთი აუცილებლობა დადგა, კონკრეტული ადამიანებიც უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. გრანტების შესახებ კანონში ცვლილებაზე ემსჯელებენ დღეს დეპუტატები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. სიახლეს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, რომლის მიზანიც საქართველოს ბიუჯეტით ქვეყანაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა იქნება. განმარტების წერილში აღნიშნულია, რომ საუბარია ისეთ ორგანიზაციებზე, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხმდროში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან. კანონ პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პრემიერის მიერ იყო ინიციატივა გაშღერებული, რომ საქართველოს ხელისუფლება დააფინანსებდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. გარკვეულწილად ეს ინიციატივა დღეს უკვე თანხმდრაშია იმასთან, რაც საზღვედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც ხდება USAID-ისთან, როდესაც გვესმის ამერიკის ადმინისტრაციის განცხადება, რომ უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა დაექვემდებაროს ეს ორგანიზაცია. სააგენტოს მუშაობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ ხელი შეუწყოს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განახორციელონ ის პროექტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის. მორიგი უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს ორი მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარე დაიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ამოქმედა ყველა არსებული მექანიზმი უკანონო დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა სრულად საოკუპაციო ძალას ეკისრება. ომი გრძელდება უკრაინაში, საჰარო-განგაში, რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში შაჰიდის დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. დაიბომბა ზაპოროჟიე, დაზიანდა საწყობები, გაჩნდა ხანძარი. შეტევა იყო ხარკოვშიც, დრონით იერიში შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. აბუ-დაბიში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად. ამ ქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა გამოთქვა სურვილი უმასპინძლოს უკრაინა რუსეთს შორის მიმდინარე ომის დასასრულებლად დაგეგმილ მშვიდობის სამიტს. ამავე დროს ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შესაძლოა ვლადიმერ პუტინს ომის დასრულებასთან დაკავშირებით სულ მალე შეხვდეს და რომ მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამავე დროს Fox News-თან ინტერვიუში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ ის და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ვოლცი აპირებენ საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის გამგზავრებას. გრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში. დრონით იერიში შედეგად ღაზის სექტორის სამხრეთით ქალაქ რაფახში დაიღუპა 2 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს თავდასხმა და განაცხადეს, რომ სამიზნე რამდენიმე პალესტინელი მებრძოლი იყო, რომლებიც ისრაელის ძალებს უახლოვდებოდნენ. მომხდარი თავდასხმა დაგ მოჰამასმა დაჯგუფებამ მომხდარი ფაქტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად შეაფასა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მხარდაჭერა ისრაელის შემდგომი ქმედებების მიმართ ღაზაში. ტრამპის თქმით, მან ნეტანიაჰუს უთხრა, რომ გაეკეთებინა რაც უნდოდა, როდესაც ჰამასსა და ისრაელს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, ჰამასმა შეთანხმების თანახმად შაბათს 3 მძევალი გაათავისუფლა. და კვლავ საქართველოს თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ყველა საჭირო კვლევა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში უკვე დანერგილია. შედგა შეხვედრაც, სადაც თევზმომშენებელ ფერმერებს სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარმოუდგინეს. გორში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილეც დაესწრო, მონაწილეებმა საქართველოს აკვაკულტურის პოტენციალის, არსებული ვითარებისა და სიახლეების შესახებ ისაუბრეს. შიდა ქართლში შევხვდით მეთევზე ფერმერებს, მათ გავაცანეთ ის კვლევები, რომელიც დაინერგა სრულად ახლახან, ეს არის სოფლის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ეხება თევზის ვირუსების კვლევას, ბაქტერიოლოგიას, პარაზიტოლოგიას და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოთ, რათა მოხდეს ჩვენი ქართული პროდუქციის ექსპორტი. რუსთავმა კიბერსპორტის სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირი რუსთავის სპორტის სასახლეში 15 და 16 თებერვალს შედგა. შეჯიბრში 300-მდე მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. რუსთავის გარდა კიბერფეხბურთის ტურნირები საქართველოს 7 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება და მესტიაში დასრულდება. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100,000 ლარია. პროექტის მიზნად რეგიონებში კიბერფეხბურთის ხელმისაწვდომობა და მისი განვითარება სახელდება. რუსთავის თასი 2025-ში მონაწილეობა მიიღო 300-მდე ახალგაზრდამ. კიბერსპორტი დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში და განსაკუთრებით კიბერფეხბურთით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. რუსთავის სპორტის სასახლემ მისცა ახალგაზრდებს შესაძლებლობა, რომ შეკრებილიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ამ მასშტაბურ ტურნირში. სახლი ამ სახელწოდების გამოფენა გაიმართა ბაია გალერეაში. წარმოდგენილი იყო სამხატვრო აკადემიის სტუდენტის საბა გელაშვილის 9 აბსტრაქტული ნამუშევარი. როგორც თავად მხატვარი ამბობს, გამოფენის იდეა დაკონკრეტებული არ ყოფილა და დამთვალიერებელს ამის განსაზღვრა თავადვე შეეძლო. ეს საბა გელაშვილის მეორე პერსონალური გამოფენაა. გამოფენის სათაურია სახლი, გამოფენის წარმოდგენილია 9 აბსტრაქტული ნახატი. გამოფენის იდეა არ არის დაკონკრეტებული, ნახოს შეუძლიათ თავად განსაზღვროს იდეა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ნახავთ საბას ძალიან კარგ გამოფენებს, იმიტომ რომ მხატვარი არასოდეს არ ჩერდება, ის უეძებს, ძებნაშია, ესე ვთქვათ და მინდა ვთქვა, რომ ეს ამ ეტაპზე ეს გამოფენა ძალიან წარმატებულია, იმიტომ რომ არაჩვეულებრივთან დიდი ზომის ფერწერები არის. რაღაც თვალსაზრისით ცოტა მაგონებს ამერიკულ ექსპრესიონიზმს არ ვიცი კიდე შეიძლება, მაგრამ რაც მთავარია, რომ თვითონ ინდივიდუალურია და ესე ვთქვათ პერსონაა და ამას ვხედავ, მხატვარია. ისეთი მუხტი მოდის, ისეთი ენერგია მოდის აი ამ ნამუშევრებიდან, რომ ეს არის ძალიან მოკლედ საინტერესო, ძალიან ნიჭიერი და დარწმუნებული ვარ, რომ მის შემოქმედებით გზაზე, რომელიც იქნება ძალიან შთამბეჭდავი და ძალიან დიდი, იქნება ძალიან ბევრი წარმატებები. დღეს ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g შეგიძლიათ.